Obsidian. Obsidian. Op. Tak. გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ესე იგი ჩვენთან ისევ აქტუალური თემა ადამიანის საჭიროებები, მოთხოვნილებები და დავიწყოთ აბა შესავალიდან რა არის თვითონ მოთხოვნილება. მესამე ვიდეოს წერ ამ თემაზე, რომ კარგად მატერიალი ჩამტკიცდეს. მოთხოვნილება არის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორგანიზმ ან პიროვნებას აკლია რაღაც არსებითი, რაც საჭიროა გადარჩენისთვის, განვითარებისთვის ან კეთილდღეობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, მოთხოვნილება არის სიგნალი, რომ რაღაც გაკლია, ან რაღაც აკლია. ეს სიგნალი შეიძლება იყოს ფიზიკური, ანუ მშიერი ხარ, გეძინება ან ქცივა. ემოციური, მარტოსული ხარ, გეშინია, შიში გაგჭირდება სიყვარული. კოგნიტიური, გინდა გაიგო უფრო მეტი, სწავლო, გაიგო როგორია სამყარო და სოციალური, გინდა ეკუთვნოდე ჯგუფს, იქ რომ გაგიგონ, მიგიღონ და გაღიარონ. მოთხოვნილება versus სურვილი versus мотивация. ხშირად ამ სამ ცნებას ვუყურებთ ერთმანეთში. განვასხვაოთ. ესე იგი, ცნება, მოთხოვნილება, განმარტება ობიექტური დეფიციტი, რაც სჭირდება ადამიანს, ანუ მაგალითი სჭირდება წყალი, უსაფრთხოება და კავშირი. სურვილი არის სუბიექტური მისწრაფება, რაც უნდა ადამიანს. კონკრეტული ბრენდის წყალი და ძვირი ბინა. ეს არის უკვე სურვილი. მე მწყურია. ხო. შემიძლია დავლიო წყალი, მაგრამ სურვილი არის რომ დავლიო კოლა, ბრენდი. мотивация. ძალა, რომელიც ამოძრავებს ადამიანს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, мотивация, წყურვილი, мотивация, მიდის წყლის მოსაძებნად. მაგალითი, ადამიანს ჭირდება კვება, ეს არის მოთხოვნილება, მაგრამ უნდა პიცა, ეს არის სურვილი. მოთხოვნილება უნივერსალურია, სურვილი არის პირადი და კულტურული, ანუ სურვილი არის უფრო სუბიექტური. რატომ ვსწავლობთ მოთხოვნილებებს? ან ზოგადად ვსწავლობენ. მოთხოვნილებების შესწავლა ფუნდამენტურია რამდენიმე მიზეზით. ფსიქოლოგიაში მოთხოვნილებები ხსნიან ადამიანის ქცევის რატომ იქცევა ესე? ხსნის, როდესაც ვიცით რა მოთხოვნილება დგას ქცევის უკან, რატომ იქცევი ასე და ასე. შეგვიძლია გავიგოთ რა და ვიწინასწარ მეტყველოთ ის ქცევა. გავიგოთ რა მოთხოვნილება გვაქვს და მივხვდეთ რა ქცევა შეიძლება გავაკეთოთ. კლინიკურ პრაქტიკაში ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა, დეპრესია, შფოთვა, დამოკიდებულება სათავეს იღებს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებიდან. ხო, შეიძლება დეპრესია ადამიანს დაემართოს იმის გამო, რომ სოციალური კონტაქტი არ აქვს. შეიძლება. პედაგოგიკაში მოსწავლე, რომელსაც არ აქვს დაკმაყოფილებული ძირითადი მოთხოვნილებები, ანუ უსაფრთხოება, კუთვნილება, ჭამა, ვერ სწავლობს ეფექტურად. ეს ნეირომეცნიერებითაა დადასტურებული. მოვალახლავენ.
მოკლე ისტორიული კონტექსტი. მოთხოვნილებების შესწავლა ახალი არ არის. არისტოტელე ესე იგი ამტკიცებდა რომ ადამიანს აქვს ბუნებრივი მისწრაფება კეთილდღეობისკენ ან აყვავებისკენ. უილიამ ჯეისი პირველმა გამოყო ფსიქოლოგიური ინსტინქტები და მოთხოვნილებები. ჰენრი მიურეი შეიმუშავა 20 ფსიქოგენური მოთხოვნილებების სია. აბრაამ მასლოუ შექმნა ყველაზე ცნობილი მოდელი მოთხოვნილებების იერარქია. დეჩი და რაინი შეიმუშავა თვითდეტერმინაციის თეორია, თანამედროვე მეცნიერების სტანდარტი. ახლა არის თვითდეტერმინაციის თეორია, თანამედროვე მეცნიერების სტანდარტი, როგორც უკანა გავითლებში გევიგეთ. რომ მოთხოვნილებების იერარქია აბრაამ მასლოუს უკვე იმდენად აქტუალური არაა. ძირითადი პრინციპები. სანამ შემდეგ ნაწილზე გადავიდოდეთ, დავიმახსოვრეთ სამი ფუნდამენტური პრინციპი. პრინციპი პირველი. მოთხოვნილებები უნივერსალურია. ყველა ადამიანს აქვს კულტურისა და ეპოქის მიუხედავად. პრინციპი 2. მოთხოვნილებები იერარქიულია, ზოგი უფრო გადაუდებელია ვიდრე სხვა. პრინციპი 3. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ყოველთვის იმოქმედებს ქცევაზე, შეგნებულად ან არა. შემაჯამებელი კითხვები პირველი ნაწილის შემდეგ. რა განსხვავება მოთხოვნილებებსა და სურვილს შორის? ეს თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ, აიღოთ პასტა და პურცელი და ჩამოწეროთ რა განსხვავება მოთხოვნილებებსა და სურვილს შორის. მოიყვანთ ერთი მაგალითი, სადაც დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება გავლენას ახდენს ქცევაზე, თქვენზე. რატომ არის მოთხოვნილებების გაგება მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში? გადავდივართ ნაწილი მეორეში. რატომ ჭირდება კლასიფიკაცია? ადამიანის მოთხოვნილებები მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით ქაოტური. კლასიფიკაცია გვეხმარება სისტემურად დავინახოთ მოთხოვნილებები, შევადაროთ სხვადასხვა ადამიანის გამოცდილება, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ცოდნა თერაპიაში, განათლებაში, ურთიერთობაში და ზოგადად ცხოვრებაში. ბიოლოგიური პირველადი მოთხოვნილებები. ეს არის მოთხოვნილებები, რომლებიც გადარჩენისთვის არის აუცილებელი. ისინი ჩაშენებულია ჩვენ ბიოლოგიაში და ყველა ადამიანს აქვს გამონაკლისის გარეშე. ძირითადი ბიოლოგიური მოთხოვნილებები ეს არის საკვები, ფიზიოლოგიური მექანიზმი, გლუკოზის დაკვეთება, ჰიპოთალამუსი, შიმშილის შეგრძნება. წყალი ოსმოსური წნევის ცვლილება, წყურვილი, ძილი, მელატონინი, ადენოზინის დაგროვება, დაღლილობა, სუნთქვა. არ ვიცი როგორი კითხება ეს. კაი. დაგროვება, სუნთქვის რეფლექსი, სითბო, ტემპერატურის რეგულაცია, კანკალი, ოფლიანობა. სექსუალურობა, რეპროდუქციული ჰორმონები, ტესტოსტერონი და ესტროგენი. ტესტოსტერონი მამაკაცთან, ესტროგენი ქალთან. სექსუალობა ბიოლოგიური მოთხოვნილება, სექსუალურობა არის ბიოლოგიური მოთხოვნილება, სახეობის გადარჩენისთვის, მაგრამ ინდივიდის გადარჩენისთვის არაა. ამიტომ სხვა ბიოლოგიური მოთხოვნილებებისგან განსხვავდება. ფსიქოლოგიური, ანუ მეორადი მოთხოვნილებები. ეს მოთხოვნილებები ისეთივე რეალურია, როგორც ბიოლოგიური. ხოლო სხეულს კი არ ჭირდება ფსიქიკაც. ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები. პირველი, ავტონომია. გრძნობა რომ ჩემი ცხოვრება ჩემი არჩევანია. მაგალითი, ადამიანი რომელიც მუდმივად კონტროლდება, იწყებს დეპრესიას ან აჯანყებას, მაშინაც კი, როდესაც მატერიალურად კარგად ცხოვრობს. კომპეტენტობა, გრძნობა რომ კარგად ვართ რაღაცაში, იზრდებით. მაგალითი, ბავშვი რომელსაც არასოდეს ეუბნებიან, კარგად გააკეთე. კარგავს სწავლის мотиваციას. ბავშვი რომელსაც არასოდეს ეუბნებიან, ეს კარგი იყო. კარგავს ის სწავლის мотиваციას. მესამე კავშირი, გრძნობა რომ სხვებთან ახლო ვართ, გვიყვართ ისინი, ჩვენ უყვარვართ და ეს არის მაგალითი. კვლევები დასტურდება, რომ სოციალური იზოლაცია ჯანმრთელობაზე იმავე ზეგავლენას ახდენს, რაც დღეში 15 სიგარეტი რომ მოწიო. ასე სოციალური კავშირი თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს სამი მოთხოვნილება: ავტონომია, კომპეტენტობა, კავშირი თვითდეტერმინაციის თეორიას DCE რაინის ბირთვია. მეოთხე ნაწილში დეტალურად განვიხილავთ. სოციალური მოთხოვნილებები ადამიანის სოციალური არსებაა. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, არამედ ნეირობიოლოგიური ფაქტია. ჩვენი ტვინი სოციალური ურთიერთობებისთვისა ევოლუციურად მოწყობილი. ძირითადი სოციალური მოთხოვნილებები: კუთვნილობა, ჯგუფის, ოჯახის, გუნდის, ნაწილის ყოფნა, ნაწილი ვარ რაღაცის, აღიარება, ღირებულებების, წვლილის, არსებობის დადასტურება სხვების მხრიდან, პატივისცემა, პიროვნების ღირსების პატივისცემა, სიყვარული, ემოციური სიახლოვე, ზრუნვა, მიჯაჭვულობა, სამართლიანობა, თანასწორი მოპყრობის მონოდინი სოციალურ ჯგუფში. ნეირომეცნიერული საფუძველი. სოციალური ტკივილი და ფიზიკური ტკივილი ერთსა და იმავე ტვინის უბნებს აქტიურებს. აზრი არ აქვს, ფიზიკურად ტკივა თუ ემოციურად ტვინში იგივე ადგილი ერთვება. კოგნიტიური და ესთეტიკური მოთხოვნილებები. ეს კატეგორია ხშირად უგულებელყოფილია, მაგრამ ფუნდამენტურია. კოგნიტიური მოთხოვნილებები: ცოდნის სურვილი, ეპისტემური ცნობის მოყვარეობა, გაგების სურვილი, სამყაროს გააზრება და სამყაროს მოდელის შექმნა სუბიექტური თუნდაც სტრუქტურისა და სიცხადის სურვილი, გაურკვევლობა კიბნეულია. ანუ სტრუქტურა და რაღაცნაირი სისტემა ცხოვრებაში მოწონს twins. კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალი ინფორმაციის მიღება დოპამინს გამოუყენს, მაგითაც ვარ ახლა და ამას ვკითხულობ და ვსწავლობ. თქვენს ერთად იგივე ნეირომედიატორი, რაც სიამოვნების სხვა წყაროებში, როცა სიამოვნებთან რაღაც საკეთებთ ისიც. ესთეტიკური მოთხოვნილებები: სილამაზის, ჰარმონიის, წესრიგის სურვილი, შემოქმედების სურვილი, გამოხატვის სურვილი. არსებობს კიდე ტრანსცენდენტული მოთხოვნილებები. მასლოუს სიცოცხლის ბოლოს წლებში დაამატა კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ხშირად პირამიდაში არ ჩანს. ტრანსცენდენტობა, საკუთარი მეს გადაცილება, უფრო დიდ მთელთან შეერთების სურვილი. ეს შეიძლება გამოიხატოს სულიერებასა და რელიგიაში, ბუნებასთან კავშირში, ხელოვნებაში ან მუსიკაში, ხმის გულისთვის ცხოვრებაში, მშობლობა, ვოლონტიორства, მსახურება. შედარებითი ცხრილი კატეგორია: ბიოლოგიური. მაგალითები: საკვები, ძილის სუნთქვა, დეფიციტის შედეგი, სიკვდილი, ავადმყოფობა. კატეგორია: ბიოლოგია. თუ საკვები, ძილის სუნთქვა არ გვაქვს, სიკვდილი, ავადმყოფობა. ფსიქოლოგიური. ესე იგი, ეს არის ავტონომია, კომპეტენტობა და კავშირი. თუ არ კმაყოფილდება, დეპრესიაში ფოთვა და გაუცხოება ემართება ადამიანს. სოციალური. კუთვნილობა, აღიარება, სიყვარული. თუ არ არის ეს, მარტოობა, აგრესია, სოციალური იზოლაცია. კოგნიტიური. ცოდნა, გაგება, სტრუქტურა. თუ ესენი არ არის, მოწყენილობა, შფოთვა, კონსპიროლოგია. ტრანსცენდენტული. აზრის სულიერება, შეერთება, თუ არ გვაქვს სიცარიელე, ეგზისტენციური კრიზისი, რომელიც მაინც მე მგონი ყველასთვის საჭიროა ცხოვრებაში. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის იდენტობა ჩამოყალიბდეს. შემაჯამებელი კითხვები მეორე ნაწილის შემდეგ. შეგიძლიათ ჩაწეროთ მეულში, უპასუხოთ კითხვებს, რა განსხვავებაა ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს შორის, რატომ ამბობენ მეცნიერები, რომ სოციალური ტკივილი რეალური ტკივილია? მოიყვანეთ მაგალითი, როდის შეიძლება დაუკმაყოფილებელმა კოგნიტიურმა მოთხოვნილებამ ადამიანის ქცევაზე იმოქმედოს. გადავდივართ ახლა მასლოუს პირამიდაზე, დეტალური ანალიზი. ვინ იყო აბრაამ მასლოუ? აბრაამ ჰაროლდ მასლოუ, ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მასლოუ გამოირჩეოდა იმით, რომ თავის დროზე არ სწავლობდა დაავადებულ ადამიანებს. ფროიდის ტრადიციისგან განსხვავებით, მას აინტერესებდა კითხვა:
რა არის ადამიანი თავისი საუკეთესო სახით? ამ კითხვა მიიყვანა იგი მოთხოვნილებების იერარქიამდე, რომელიც პირველად გამოაქვეყნა 1953 წელს სტატიაში თეორია ადამიანების მოტივაციაზე. პირამიდის სტრუქტურა არის ზედაში დგას თვით აქტუალიზაცია, მეორეში ესე იგი პირველ დონეზე არის ფიზიოლოგიური, მეორეზე უსაფრთხოება, მესამეზე სოციალური მოთხოვნილებები, მეოთხეზე პატივისცემა აღიარება, მეხუთეზე თვით აქტუალიზაცია. პირამიდა შედგება 5 დონისგან, დაყოფილი 2 მთავარ ჯგუფად. დეფიციტის მოთხოვნილებები არის პირველი 4 დონე, ზრდის მოთხოვნილებები არის მეხუთე დონე. დონე პირველი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. შინაარსი. საკვები, წყალი, ძილი, სუნთქვა, სითბო, სექსუალურობა, ჰომეოსტაზი, სტაბილურობა და პრინციპი, სანამ ეს მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება, სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი, რომელიც 3 დღე არ ძინავს, ვერ იფიქრებს კარიერაზე, ურთიერთობებზე ან თვით განვითარებაზე, იმიტომ რომ ტვინი არის გადასული გადარჩენის რეჟიმში. როგორ უნდა იფიქრო რაღაც კარიერაზე, 3 დღე არ გეძინა. ან ქშიოდა, ან არ გიჭამია. ნეირობიოლოგიური კონტექსტი. ამ დონის მოთხოვნილებებს არეგულირებს ჰიპოტალამუსი, ტვინის ყველაზე ძველი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის შიდა ბალანსზე, ჰომეოსტაზი. მეორე დონე უსაფრთხოების მოთხოვნილებები. ფიზიკური უსაფრთხოება, სტაბილურობა, წესრიგი, კონტროლი, ეკონომიკური დაცულობა. პრინციპი. ადამიანს ჭირდება სამყარო იყოს პროგნოზირებადი და სტაბილური გამოვლინებები. ბავშვებში საჭიროა სტაბილური გარემო, რუტინა, მშობლების სანდოობა. მოზრდილებში სამუშაო, საცხოვრებელი ჯანდაცვა, კანონის უზენასეობა. ომის ან კრიზისის დროს ყველაფერი სხვა მეორე პლანზე გადადის. მაგალითი კვლევებიდან, ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ არაპროგნოზირებად გაუთხურ გარემოში, ან ოჯახური ძალადობა, სიღარიბე, განიცდიან ქრონიკულ სტრესსა და კორტიზოლის მაღალ დონეს, რაც პირდაპირ აზიანებს ტვინის განვითარებას, განსაკუთრებით პრეფრონტალურ კორტექსს, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაზე. დონე 3. სოციალური მოთხოვნილებები. სიყვარული, კუთვნილება, მეგობრობა, ოჯახი, ინტიმურობა, სოციალური ჯგუფი. ადამიანი ბიოლოგიურად სოციალური არსებაა. მარტოობა არ არის ნორმა. ევოლუციური კონტექსტი. ევოლუციის განმავლობაში ჯგუფიდან განდევნა სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ ტვინის სოციალურ კავშირს გადარჩენის საკითხად მიიჩნევს. თანამედროვე კვლევა, ჰარვარდის გრანტ სტიუდი ერთ-ერთი ყველაზე ძველვადიანი კვლევა ადამიანთა ბედნიერებაზე. ერთი თავარი დასვით დაასრულა. ბედნიერი ცხოვრების ყველაზე ძლიერი პრედიქტორი არის ურთიერთობების ხარისხი. არც სიმდიდრე, არც სახელი, არც წარმატება, მნიშვნელოვანია სიღრმისეული ურთიერთობა ადამიანებთან ან ადამიანთან. დონე მეოთხე პატივისცემის მოთხოვნილებები. შინაარსი თვით პატივისცემა მიღწევა, კომპეტენტობა, აღიარება, სტატუსი. მასლო ამ დონეს ყოფს 2 ქვედონედ. დაბალი სხვების აღიარება, სტატუსი, პრესტიჟი, მაგალითი მინდა სხვებმა დამაფასონ. მაღალი თვით პატივისცემა, კომპეტენტობა, დამოუკიდებლობა, მინდა თვითონ მიყო კმაყოფილი ჩემი მიღწევებით. პრინციპი.
მასლო მიიჩნევდა, რომ მაღალი ქვედონე უფრო სტაბილურია, სხვების აღიარება გარეგანია და შეიძლება გაქრეს. და თვითპატივისცემა კი შინაგანია. დეცად, აბა მაღალი ქვედონე უფრო სტაბილურია, კი? დეპრესიის მქონე ადამიანებში ხშირად სწორედ ეს დონეა დაზარალებული, თვითღირებულების შეგრძნება მინიმუმამდე დაყვანილი. მეხუთე დონე ეს არის პოტენციალის სრული რეალიზაცია, შემოქმედება, სპონტანურობა, გაგება, სიკეთე. ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს მასლო. ეს არ არის მხოლოდ კარიერული წარმატება. თვითაქტუალიზაცია შეიძლება გამოიხატოს შესანიშნავ მშობლობაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სულიერ ცხოვრებაში, ხვისთვის მსახურებაში. ამდენი ადამიანისა, იმდენი რაღაცა აზრი და ქმედება, რომელიც იქნება გამოხატული მისი თვით აქტუალიზაცია. მასლომ შეისწავლა ისტორიული და თანამედროვე ფიგურები. აბრაამ ლინკოლნი, ალბერტ აინშტაინი, ელეანორ რუზველტი და გამოყო საერთო თვისებები. რეალობის ზუსტი აღქმა, თავის და სხვების მიღება ნაკლოვანებთან ერთად, სრულიად მიღება ადამიანების, სპონტანურობის სიმარტივე, ამოცანაზე ორიენტაცია არასაკუთარ თავზე, პრივატულობის საჭიროება, ფიგური გამოცდილება, ინტენსიური ტრანსცენდენტური მომენტები, ღრმა ინტერპერსონალური ურთიერთობები, დემოკრატიული ხასიათის შემოქმედებითობა. თვითაქტუალიზებული ადამიანის მახასიათებლები. როგორ მუშაობს იერარქია? კლასიკური ინტერპრეტაცია ქვედა დონე უნდა საკმარისად არასრულად დაკმაყოფილდეს. შეერი ვარ კაია, წყალდალეული მაკაია. უკვე. სანამ ზედა დონე გახდება მოტივაციური. მნიშვნელოვანი ნიუანსი. მასლო არ ამბობდა 100%-იან დაკმაყოფილებაზე, ამბობდა საკმარისი დაკმაყოფილება და ადამიანი შეიძლება ნაწილობრივ ყველა დონეზე იყოს ერთდროულად. დინამიკური სისტემა. ხატვარი შეიძლება შიმშილობდეს შემოქმედებისთვის. ასე ამბობდა მასლო, ამ შემთხვევაში უმაღლესი დონე ქვედაზე გაბატონდა. აქ შეიძლება კიდევ ფსიქოლოგიური ესეთი უმაღლესი დაცვა და კარგი დაცვა რომ შეიძლება დავარქვათ სუბლიმაცია გაკეთდეს. ადამიანი შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს და მაინც სიყვარულს ეძებდეს. იტაკ. მეხუთე დონე არის თვითაქტუალიზაცია. ძირითადი კითხვა მაგ დონეს. ხვდები ის, ვინც შემიძლია ვიყო. მეოთხე დონე პატივისცემა. ვაპასებ საკუთარ თავს, მაპასებენ სხვები. მესამე დონე არის სოციალური, მიყვარს და ვუყვარ ვარ. მეორე არის უსაფრთხოება, რამდენად დაცული ვარ. პირველი არის ფიზიოლოგიური, გადავრჩები დღეს? ან ზოგადად გადავრჩები? შემაჯამებელი კითხვები მესამე ნაწილის შემდეგ, რა განსხვავება არის დეფიციტის მოთხოვნილებებსა და ზრდის მოთხოვნილებების შორის? რატომ ამბობს მასლო, რომ საკმარისი დაკმაყოფილება კი არაა, სრული დაკმაყოფილება, რატომ ამბობს მასლო, რომ საკმარისი დაკმაყოფილება საკმარისია, ასე ვთქვათ, და არა სრული დაკმაყოფილება. ანუ სრული დაკმაყოფილება არაა საჭირო, რატომ? თქვენი ცხოვრებიდან მოიყვანეთ მაგალითი, როდის გადაინაცვლა თქვენი ყურადღება მაღალი დონიდან დაბალ დონეზე და ჩვენ გადავდივართ ნაწილი მეოთხეზე. აქ უკვე არის მასლოვის კრიტიკა და თანამედროვე მოდელები. რატომ უნდა ვიცოდეთ კრიტიკა? მასლოვის პირამიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია ფსიქოლოგიაში. დამამძრობლად ერთ-ერთი ყველაზე გაკრიტიკებული. ეს არ ნიშნავს, რომ მოდელი უსარგებლოა. ნიშნავს, რომ მეცნიერება წინ მიდის. კრიტიკული აზროვნება მოდელების მიმართ ეს თავად ფსიქოლოგიური კომპეტენტობის ნიშანია. რა ხდება? ოკეი, ძირითადი კრიტიკა. პირველი კრიტიკა არის სუსტი ემპირიული საფუძველი. მასლომ თავისი თეორია ძირითადად კლინიკური დაკვირვებისა და ბიოგრაფიული ანალიზის საფუძველზე შექმნა. და ანუ არ იყო კონტროლირებული ექსპერიმენტები. კვლევები გაანალიზეს 40-ზე მეტი კვლევა და ვერ დაადასტურეს იერარქიული სტრუქტურა. 123 ქვეყნის 60+1000 ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით დაასვენეს
მოთხოვნილებები უნივერსალურია, მაგრამ იერარქია არ მუშაობს ისე როგორც მასლო ამბობდა და შეიძლება ადამიანი ყველა დონის მოთხოვნილებას ერთდროულად განიცდიდეს ქვედა დონის დაკმაყოფილების მიუხედავად. Так, 123 ქვეყნის 123 ქვეყანა 60,000 ადამიანი პლუს ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით დაასვეს, ანუ მოთხოვნილებები უნივერსალურია, ანუ დინამიკურია, მაგრამ იერარქია არ მუშაობს ისე როგორც მასლო ამბობდა. კანონიერი იერარქია არა ესე იგი. უფრო დინამიურია. ცვალია. მოქმედებს იქით-აქეთ. ესე კულტურული მიკერძოება. მასლო ამერიკელი დასავლური ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენელი იყო. მისი მოდელი ასახავს ინდივიდუალისტური კულტურის ღირებულებებს და კვლევა ჰოვსტედ 1994 წელი კოლექტივისტურ კულტურებში იაპონია, ჩინეთი, საქართველო, ლატინური ამერიკა სოციალური კუთვნილება ხშირად უფრო მაღლა იდგება ვიდრე ინდივიდუალური ავტონომია. პირამიდის საწინააღმდეგო. კონკრეტული მაგალითი. იაპონიაში ადამიანი შეიძლება მსხვერპლად სტიროს პირადი თვით აქტუალიზაცია ჯგუფის სასიკეთოდ და ის იქ ნორმად ითვლება. მასლოს მოდელში ეს უკან დახევა ჩანს, რეალობაში კი კულტურული ღირებულებაა. კრიტიკა 3. პირამიდის ფორმა მასლოს გამოგონება არ არის. საინტერესო ფაქტი. სამკუთხა პირამიდა, რომელსაც ყველა იცნობს, მასლომ არ დახატა. ეს ფორმა შექმნა 1960-იანი წლების სახელმძღვანელოებში მასლოს სიკვდილის შემდეგ. თავად მასლო წერდა იერარქიაზე, მაგრამ არ გამოიყენებდა პირამიდის ვიზუალს. მეოთხე ამ მოდელის კრიტიკა არის თვით აქტუალიზაციის გაურკვევლობა და რა პრობლემა არის აქ. თვით აქტუალიზაცია ძნელად გაზომვადია და ძნელად განსაზღვრებადი. მასლოს კრიტერიუმები სუბიექტურია და მის საკუთარ კულტურულ იდეალებს ასახავს. ვინც ყვეც თვით აქტუალიზებული ადამიანი თუ არა? აქ ასეთი შეკითხვა დგება. ალდერფერის ERG თეორია. კლეიტონ ალდერფერმა მასლოს მოდელი გადაამუშავა და უფრო მოკნილი გახადა. E არის არსებობა, R არის კავშირი, G არის ზრდა. E, ესე იგი, არსებობა ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება, დონე პირველი. R, ეს არის სოციალური კავშირი, მოთხოვნილებები, პატივისცემა, დონე მესამე-მეოთხე და G არის ზრდა, თვით აქტუალიზაცია, შემოქმედება, ეს არის დონე მეხუთე. რა განსხვავებს ERG მასლოუსგან? აქ არ არის მკაცრი იერარქია. ადამიანი შეიძლება ერთდროულად მოტივირებული იყოს რამდენიმე კატეგორიით. მეორე, რეგრესიის პრინციპი, თუ მაღალი დონის მოთხოვნილება არ აკმაყოფილდება, ადამიანი უბრუნდება ქვედა დონეს და უფრო ინტენსიურად ეძებს იმ კმაყოფილებას. მაგალითი, თუ ადამიანი ვერ ახერხებს კარიერულ ზრდას, G, შეიძლება უფრო მეტად ჩაება სოციალურ ურთიერთობებში, R, ანაზღაურების სახით, კომპენსაციის სახით. და პრაქტიკული უპირატესობა ERG უფრო კარგად ხსნის სამუშაო გარემოში мотивაციას, ამიტომ ფართოდ გამოიყენება ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში. და ჩვენ გადავდივართ, ესე იგი, თვით დეტერმინაციის თეორიაზე. Deci Ryan, ეს არის ყველაზე კარგად დამოწმებული მოთხოვნილებების თეორია თანამედროვე ფსიქოლოგიაში. Edward Deci და Richard Ryan-ი როჩესტერის უნივერსიტეტი 40-ზე მეტი წელია სწავლობენ ამ თეორიას და დღეისათვის 2000-ზე მეტი კვლევა ადასტურებს მის ძირითად პრინციპებს. SDG 3 ბაზისური მოთხოვნილება. ავტონომია, განმარტება, გრძნობა, რომ ჩემი ქცევა, ჩემი ნების გამოხატულება არის და არა გარეგანი ზეწოლის შედეგი. მნიშვნელოვანი ნიუანსი. ავტონომია ხდება ახლა. Да. Что делаешь? Записываю видео. Один дома? Да, видео записываю. А, Что так, надо что-то?
ალო? Так. Так, მნიშვნელოვანი ნიუანსი. ავტონომია არ ნიშნავს დამოუკიდებლობას ან მარტოობას. ადამიანი შეიძლება ნებაყოფლობით მიყვეს ხვის მოთხოვნას და მაინც განიცდიდეს ავტონომიას, თუ ეთანხმება ამ მოთხოვნის ღირებულებას. კვლევა. მასწავლებლები, რომლებიც ავტონომიას უჭერდნენ მხარს მოსწავლეებში, ანუ თავს არ ახმოვებდნენ გადაწყვეტილებებზე, ყავდათ მოსწავლეები უფრო მაღალი შინაგანი მოტივაციით, კომპეტენტობის შეგრძნებით და დაბალი შფოთვით. კომპეტენტობა მეორე. განმარტება გრძნობა, რომ ეფექტური ვარ. შემიძლია გავლენა მოვახდინო გარემოზე და გაუმკლავდე გამოწვევებს. კომპეტენტობა არ ნიშნავს ყველაფერი ვიცი, ნიშნავს პროგრესის შეგრძნებას. კვლევა. როდესაც ადამიანებს გარეგანი ჯილდო, ანუ ფული ან შექება ენიშნება იმ საქმისთვის, რომელიც თავადვე სიამოვნება, შინაგანი მოტივაცია მცირდება. ეს ეფექტი ეწოდება გადამეტებული გამართლების ეფექტი. პრაქტიკული შედეგი: ბავშვს თუ ყოველ ნახატზე ჯილდოს მიცემ, შეიძლება შეუცილდეს ხატვის სიყვარული. ოპა. კავშირი. განმარტება გრძნობა, რომ ვარსკვლავთან ახლოს, ზრუნავმადზე და ჩემზე ზრუნა ამენ და ვეკუთვნი. კავშირი SSDT-ში განსხვავდება მასლოვის სოციალური დონისგან. ის არ მოითხოვს ურთიერთობების სიმრავლეს, მოითხოვს ხარისხს. და რამდენად ხარისხოვანია ის ურთიერთობა, რომელიც მაქვს. კვლევა. ადამიანებს, რომლებსაც ჰყავდათ თუნდაც ერთი ღრმა სანდო ურთიერთობა, ჰქონდათ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი კეთილდღეობის მაჩვენებელი, ვიდრე მათ, ვისაც ბევრი ზედაპირული კავშირი ჰქონდა. SDT და მოტივაციის სპექტრი. SDT-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მოტივაციის სპექტრი. ადამიანი ყველაზე ეფექტურად შემოქმედებითა და განზრეობით მუშაობს მაშინ, როდესაც მოტივაცია არის შინაგანი შიგნიდან მოდის, ან მაინც ღირებულებებს ეფუძნება მის. შევადაროთ სტრუქტურა. მასლო, 5 დონე მკაცრი იერარქია. ERG არის 3 კატეგორია მოქნილი და SDT არის 3 ბაზისური მოთხოვნილება. იერარქია მასლოვსთან მკაცრი, ERG-ში მოქნილი, SDT-ში არ არის იერარქია. იმპერიული საფუძველი მასლოვს აქვს სუსტი, ERG-ის საშუალო, DCE Ryan-ის SDT არის ძალიან ძლიერი ემპირიული საფუძველი. ანუ შეიძლება რომ დაუჯეროთ, ხო? კულტურული უნივერსალობა მასლოვს არის სადაო, ERG საშუალო, SDT კარგი. პრაქტიკული გამოყენება. განათლება მენეჯმენტი არის მასლო, ERG არის ორგანიზაციული ფსიქოლოგია, SDT არის ყველა სფერო. რომელ მოდელს ვენდოთ? მასლო კარგია ზოგადი ჩარჩოსთვის, განსაკუთრებით პირველი გაცნობისთვის, ERG კარგია სამუშაო გარემოსა და ორგანიზაციული კონტექსტისთვის, SDT კარგია ყველა კონტექსტისთვის, სადაც მოტივაცია და კეთილდღეობა მნიშვნელოვანი არის. განათლება, თერაპია, მშობლობა, სამუშაო. რა არის მასლოს პირამიდის ყველაზე სერიოზული სამეცნიერო კრიტიკა? ეს არის შემაჯამებელი კითხვები მეოთხე ნაწილის შემდეგ. რა არის გადამეტებული გამართლების ეფექტი და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკაში? SDT-ის მიხედვით, რომელი სამი მოთხოვნილება უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის? ნაწილი 5: მოთხოვნილებები და მოტივაცია. კავშირი. რა არის მოტივაცია? მოტივაცია სიტყვასიტყვით ლატინურიდან მოდის movere, მოძრაობა. ეს არის ძალა, რომელიც იწყებს, მიმართავს და ინარჩუნებს ქცევას. მარტივი ფორმულა. მოთხოვნილება, დაძაბულობა, მოტივაცია, ქცევა, კმაყოფილება, ბალანსი. მაგალითი: შიმშილი არის მოთხოვნილება, დისკომფორტი, დაძაბულობა, საჭმელდიება, მოტივაცია, ჭამა, ქცევა, სიმაძღრე, კმაყოფილება, სხეულის ბალანსი. ეს ციკლი მუდმივად მეორდება, ადამიანი არასოდეს არის სრულიად დაკმაყოფილებული. სამუდამოდ. მოტივაციის ორი ძირითადი პრინციპი. შინაგანი მოტივაცია.
ადამიანი მოქონდეს იმიტომ რომ საქმე თავად სიამოვნებს აინტერესებს აზრს ანიჭებს მახასიათებლები ენერგია მოდის შინიდან ქცევა თავისთავად ჯილდოა დრო გაფრინავს დაფრინავს ნაკადის მდგომარეობა flow კრეატიულობა და განძლეობა მაღალია მაგალითები ბავშვი თამაშობს არ ჭირდება ჯილდო მეცნიერი კლეოს ცნობის მოყვარებობა მოძრავებს ხატვარი ხატავს გამოხატვა სჭირდება გარეგანი მოტივაცია ადამიანი მოქონდეს გარეგანი შედეგის გამო ჯილდოს ასჯელით თავიდან აცილება სოციალური დამტკიცება მახასიათებლები ენერგია მოდის გარედან ქცევა საშუალებაა მიზნამდე როდესაც გარეგანი სტიმული კრება ქცევაც კრება კრეატიულობა ხშირად დაბალია მაგალითები სტუდენტი სწავლობს მხოლოდ გამოცდისთვის თანამშრომელი მუშაობს მხოლოდ ხელფასისთვის ადამიანი ეხმარება სხვას მხოლოდ შექების მოლოდინში მნიშვნელოვანი ნიუანსი ეზიტი გვასწავლის რომ გარეგანი მოტივაცია შეიძლება ინტერნალიზდეს ანუ შიგნით ანუ ადამიანმა გარეგანი ღირებულება საკუთარ ღირებულებად აქციოს მაგალითი ბავშვი იწყებს კბილების წმენდას მშობლის მოთხოვნით ეს არის გარეგანი მაგრამ წლების შემდეგ წმენდს ჯანმრთელობის განო ანუ ინტერნალიზებული გახდა და ერთჯერ კიდევ გარეგანი მოტივაციის კატეგორია მაგრამ უკვე ავტონომიური ნეირობიოლოგია რა ხდება ტვინში მოტივაცია ნეირობიოლოგიური პროცესია არა მხოლოდ ნებისყოფა ან ხასიათი ძირითადი სისტემები დოპამინის სისტემა სურვილის სისტემა დოპამინი ხშირად სიამოვნების გორმონად იწოდება მაგრამ ეს არასწორია კვლევებმა აჩვენა დოპამინი პასუხისმგებელია სურვილზე და არა სიამოვნებაზე ეს განსხვავება კრიტიკულია დამოკიდებულების გასაგებად მაგალითი ნარკოდამოკიდებული ადამიანს სურს ნივთიერება დოპამინი მაგრამ თკბობა სულ უფრო მცირდება სურვილი და სიამოვნება განცალკევდა დოპამინი და მოლოდინი ტვინი დოპამინს გამოყოფს ჯილდოს მოლოდინში არა მხოლოდ მიღებისას ამიტომ გაურკვევლობა შეიძლება ჯილდო მივიღო უფრო აქტიურებს დოპამინს ვიდრე გარანტირებული ჯილდო ეს ხსნის სოციალური მედიის საზართული თამაშების და ურთიერთობების ადიქციურ პოტენციალს პრეფრონტალური კერკი არის გეგმის სისტემა. იგი პასუხისმგებელია ძელვადიანი მიზნების შენარჩუნებაზე, იმპულსების კონტროლზე, ღირებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე და პრეფრონტალური კერკი versus ლიმბური სისტემა. ლიმბური სისტემა ყვირის. ახლავე მინდა, ახლავე მომეცი, ეს არის ესეთი იმპულსი, ეს არის ემოცია, ხო, მომენტი და პრეფრონტალური კერკი ეუბნება. ხო მაგრამ ჩვენ ჯობია გავაკეთოთ გრძელვადიანი გეგმა. რას ფიქრობ ამაზე? ეს ანუ პრეფრონტალურ კერკს ევასება კონტროლი და ღირებულება. ეს ბრძოლა ყოველდღიურია. ესე იგი ლიმბური სისტემა ამბობს ახლა ვჭამო ტორტი ჯობია. ახლა შევჭამ ტორტს, ახლა. და პრეფრონტალური კერკი ეუბნება დიეტაზე ვარ. რა ის ტორტი დაჭამო? ლიმბური სისტემა ამბობს, так. გადავდე პასუხს, მე ვუპასუხებ, არ უნდა ახლა ამ წელს პასუხები. მე გადავდე. პროფესიონალურად და პრეფრონტალური კერკი ამბობს, ახლა ვუპასუხებ პროფესიონალურად. რაფერს საჭიროა ისე ვუპასუხებ, ახლა მოვაგვარებ ამ საქმეს. კონტროლი. მნიშვნელოვანი ფაქტი. პრეფრონტალური კერკი სრულიად მწიფდება 25 წლამდე. ამიტომ მოზარდებში იმპულსური ქცევა ნორმალურია ბიოლოგიურად, რომ 25 წლამდე ადამიანები იმპულსურად იქცევიან. ნორმალ, едем дальше. მოტივაციის თეორიები, მოკლე მიმოხილვა. დრაივის თეორია. მოთხოვნილება ქმნის დრაივს, შინაგან დაძაბულობას, რომელიც ადამიანს ამოძრავებს და ამ დაძაბულობის შესამცირებლად ქმნის შიგნით დაძაბულობას, რომელიც ადამიანს ამოძრავებს ამ დაძაბულობის შესამცირებლად. შეზღუდვა. ვერ ხსნის, რატომ ეძებს ადამიანი ახალ გამოცდილებას. როდესაც ყველა დრაივი დაკმაყოფილებულია, მაგალითად ტურიზმი, სპორტი, ხელოვნება. არაუსალ თეორია. ადამიანს სჭირდება ოპტიმალური გააქტიურების დონე, არა ძალიან დაბალი და არც ძალიან მაღალი. ერკი დიცონის ანუ ოპტიმალური სტრესია საჭირო. ძალიან დაბალი სტრესი თუ არის მოწყენილობა და დაბალი შესრულება, ოპტიმალური სტრესი თუ არის საუკეთესო შესრულება, ოპტიმალური სტრესი
ძალიან მაღალი სტრესი, ეს არის უკვე შპოტვა, ბლოკი და ბალის შესრულება. так, პრაქტიკული გამოყენება, გამოცდა ან პრეზენტაცია გარკვეული სტრესის სასარგებლო. ზედმეტი აზიანებს, ნაკლები მოწყენილობა. მიღწევის мотиваცია. დეივიდ მაკლელანდმა გამოყო 3 ძირითადი სოციალური მოთხოვნილება: მიღწევა, სტანდარტების გადალახვა, წარმატება, მეწარმე, სპორტსმენი, ტიპიური პიროვნება, ძალაუფლება, გავლენა სხვებზე, კონტროლი, ლიდერი, პოლიტიკოსი, კუთვნილება, ახლო ურთიერთობები, მიღება, გუნდური მოთამაშე. და მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს 3 მოთხოვნილება აქვს, მაგრამ სხვადასხვა ინტენსივობით. ეს განსაზღვრავს მის мотиваციურ პროფილს. ნაკადის მდგომარეობა, flow. მიხაი ჩიქსენტმიხაიმ აღმოაჩინა განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც შინაგანი мотиваცია მაქსიმუმამდეა. flow. ეს არის flow. მოგესმით? სრული ჩართულობის მდგომარეობა. სადაც ადამიანი დროს ვეღარ გრძნობს. მე გაქრა. და საქმე სრულიად შთადგავს შიგნით ასე. ეს არის მომენტში, ნაკადში, flow. Okay. სირთულე უნარი არის შპოტვა, სირთულე უნარი დაბალი, სირთულე და უნარი არის მოწყენილობა. სირთულე და უნარი, ანუ ოდნავ გამოწვევი, ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც მაკეთებ. იწვევს ნაკადს, flow. ფლოს მახასიათებლები. ამოცანა ნათლად განსაზღვრულია, უშუალო უკავშირშია, კონცენტრაცია სრულია, დროს სუბიექტურად შეიცვალა და თვით შეგნება ქრება. და ფლოუ და მოთხოვნილებები. ფლოუ მდგომარეობაში ყველა 3 ეს დიდი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული ერთდროულად. ავტონომია, კომპეტენტობა, კავშირი საქმესთან. პრაქტიკული კავშირი რა ხდება, როდესაც мотиваცია იკარგება? ხშირად ადამიანი ამბობს, мотиваცია არ მაქვს, მაგრამ რეალურად ეს შეიძლება ნიშნავდეს არაფრის გაკეთება არ მინდა, სავარაუდო მიზეზი, ავტონომიის დეფიციტი, გამოსავალი, არჩევანის გაზრდა. სიმპტომი: უსარგებლოდ უგრძნობ თავს, კომპეტენტობის დეფიციტი, მცირე მიღწევადი მიზნები. სულ მარტო ვარ, კავშირის დეფიციტი, სოციალური კონტაქტის გაზრდა. ყველაფერი უაზროა, ტრანსცენდენტული დეფიციტი, ღირებულებებთან კავშირი არის გამოსავალი. ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვიწყებ. სავარაუდო მიზეზი სტრესი და გადაღლა და გამოსავალი დასვენება სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებება. შემაჯამებელი კითხვები მეხუთე ნაწილის შემდეგ, რა განსხვავებაა დოფამინის, სურვილისა და სიამოვნების შორის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რა პირობებია საჭირო ნაკადის მდგომარეობისთვის და თუ ადამიანი ამბობს мотиваცია არ მაქვს, თუ ადამიანის мотиваცია არ მაქვს, დაწევიდნენ. რომელი თუ ადამიანი ამბობს мотиваცია არ მაქვს, რა კითხვები უნდა დაუსვათ, რომ გაიგოთ რომელი მოთხოვნილება არის დაუკმაყოფილებელი მასთან. ჩვენ გადავდივართ მე-6 ნაწილზე. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, ფსიქოლოგიური შედეგები. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება არასოდეს ქრება, ის გარდაიქმნება. ეს გარდაქმნა შეიძლება გამოიხატოს ფსიქოლოგიურ სიმპტომებში, ქცევის ცვლილებებში, სომატურ სხეულებრივ პრობლემებში, ურთიერთობის დისფუნქციებში. თანამედროვე კლინიკური ფსიქოლოგია სულ უფრო მეტად მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევების უმეტესობა სათავეს იღებს ქრონიკულად დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებიდან. უსაფრთხოების მოთხოვნილებების დეფიციტი. ქრონიკული სტრესი და ტრავმა. როდესაც უსაფრთხოების მოთხოვნილება სისტემატურად არ კმაყოფილდება ბავშვობაში თუ მოზრდილობაში ორგანიზმის გადარჩენის რეჟიმში გადადის, ფიზიოლოგიური მექანიზმი. საფრთხე, ამიგდალა აქტიურდება, კორტიზოლი, ადრენალინი გამოიყო, ბრძოლა, გაქცევა, გაყინვა, რეაქციაში ხარ და პრეფრონტალური ლოგიკა მერე ითიშება. მწვავე სტრესი ბუნებრივი და ადაპტური, ქრონიკული სტრესი ტოქსიკური. მწვავე სტრესი არის ბუნებრივი და ადაპტური, კარგია, ქრონიკული სტრესი არის ტოქსიკური, გშლის. ქრონიკული სტრესის შედეგები.
სისტემა იმუნური გახშირებული ავადმყოფობა ანთება, გულ სისხლ ძარღვთა მაღალი წნევა ინფარქტის რისკი, ნეიროლოგიური ჰიპოკამპის შემცირება, მეხსიერება, ფსიქოლოგიური დეპრესია, შფოთვა, პოსტტრაუმატული სინდრომი, ქცევითი ნივთიერებების დამოკიდებულება. ტრავმა. ფსიქოლოგიური ტრავმა არის გამოცდილება, რომელიც გადაჭარბებს ადამიანის კოპინგის რესურსებს. ტრავმის ორი ტიპი: ტრავმა, დიდი, ერთჯერადი, კატასტროფული მოვლენა, ავარია, ძალადობა, სტიქია. ტრავმა პატარა, განმეორებადი ჩვეულებრივი მოვლენები, უგულებელყოფა, დამცირება, ემოციური ცივობა. ტრავმა უფრო პატარა, რომელიც არის ხშირად უფრო მავნე აგრძელვადიანად, რადგან ადამიანი ვერ აიდენტიფიცირებს მას ტრავმად. ხომ არაფერი მოხდა რა სერიოზული, მაგრამ ტრავმა ჩაიბეჭდა ტვინში, სხეულში დარჩა ენერგია შეკუმშული. დარჩა ტრავმა. მაგრამ ადამიანი ამაში ცხოვრობს და ვერ ხდება რომ ტრავმაში ცხოვრობს. რომ გააცნობიერებ, იქიდან იწყებ გათავისუფლებას, რომ გააცნობიერებ, სანამ გააცნობიერებ ცხოვრებ რაღაც ჩარჩოში. ტრავმის ნეირობიოლოგია. ტრავმული მოგონებები ინახება განსხვავებულად ჩვეულებრივი მოგონებებისგან. ამიგდალა იმახსოვრებს სენსორულ დეტალებს, სუნი ხმაში ხება, ლოგიკური კონტექსტის გარეშე. ამიტომ ტრიგერი შეიძლება იყოს მოულოდნელი სიმღერა ან სუნი. კავშირის მოთხოვნილებების დეფიციტი, მიჯაჭვულობის თეორია, ბოლბი, ჩემ იმაზე ინსტაგრამზე არის ეს მიჯაჭვულობის თეორიაზე რამოდენიმე მოდული ჩაწერილი მაქვს. შეგიძლიათ ნახოთ. ჯონ ბოლბი მაჩვენა რომ ბავშვი ჭირდება სანდომ გზნობიარე მზრუნველი, ეს არ არის კარგი ყოლა, ეს ბიოლოგიური საჭიროა. მშობელი ჭირდება სანდომ გზნობიარე და მზრუნველი. მიჯაჭვულობის სტილები არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა, მზრუნველი, სანდომ გზნობიარე, პროგნოზირებადი. შედეგი ბავშვი სამყაროს უსაფრთხოდ მიიჩნევს. ენდობა ადამიანებს და სამყაროს. და მოსდილობაში ჯანსაღი ურთიერთობა და ემოციური რეგულაცია გარიკარგება არ ვარდება რაც იმაში. შფოთვითი მიჯაჭვულობა. მზრუნველი მშობელი ყავდა არაპროგნოზირებადი. ზოგჯერ ახლოსა, ზოგჯერ შორს. შედეგი ბავშვი მუდმივ სიფხიზლეშია. ახლა მოვა, მიმატოვებს, ჩამეხუტება, არ ჩამეხუტება, რა ხდება, როგორ მოვა, რა სამსახურიდან გაბრაზებული ხوار მოვა და ჩემზე ხوار გადმოხრის ყველაფერს. მოსდილობაში, შფოთვა ურთიერთობებში, მიტოვები, შიში, ჭარბი, კლინჩი. განრიდებადი მიჯაჭვულობა. მზრუნველი, მშობელი, ემოციურად მიუწვდომელი, ცივი. შედეგი, ბავშვი სწავლობს, მოთხოვნილებები არ მაქვს. всё. მოზრდილობაში, ემოციური სიახლოვის თავიდან აცილება. არა ემოციურ გახსნის სხვა ადამიანებისთვის და დამოუკიდებლობის ჰიპერტროფია. სრულიად დამოუკიდებელია რა. კედელია გაშენებული, მაგაში ცხოვრობს. დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა, მზრუნველი. დეზორგანიზებული, შფოთვით განრიდებადი. მზრუნველი, საფრთხის წყაროა. ხან მოძალადეა მშობელი, ხან არა, უბრალოდ არა. მოძალადეა მშობელი, ძალადობა შიში. შედეგი, ბავშვი ვერ ქმნის კოოპერენტულ სტრატეგიას. მოზრდილობაში ყველაზე მაღალი რისკი ფსიქოლოგიური დარღვევებისთვის. მაგრამ კრიტიკული მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობის სტილი არ არის სამუდამო განაჩენი. შეიძლება შეცვლო, დიახ, თერაპიით, ახალი ურთიერთობებით და თვით შემეცნობით შეიძლება შეიცვალოს და გახდეს უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი, შეიძლება გახდე თუნდაც არ იყო. ავტონომიის მოთხოვნილებების დეფიციტი. როდესაც ადამიანი ქრონიკულად განიცდის კონტროლის არარსებობა, სანამ გათავისებული უმწეობა, მარტინ სელიგმანის კლასიკური ექსპერიმენტი, ძაღლებს, რომელსაც არ შეეძლოთ ელექტრული შოკის თავიდან აცილება, მოგვიანებით ისინი აღარ ცდილობდნენ გაქცევას, მაშინაც კი, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა. ადამიანები, რომლებიც განმეორებით განიცდიან სიტუაციებს, სადაც მათ ქმედებების შედეგი არ მოყვება, სწავლობენ პასიურობას. გამოვლინებები. რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც ვერ შევცვლი, ინიციატივის სრული დაკარგვა, დეპრესიის ძირითადი მექანიზმი. სელიგმანი შემდგომ ამ კლებიდან პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებამდე მივიდა. კითხვა: რა ეხმარება ადამიანს არ ჩაეცეს გათავისებულ უწყებაში? პასუხი: შეძენილი ოპტიმიზმი და კონტროლის შეგრძნება.
კომპეტენტობის მოთხოვნილების დეფიციტი, იმპოსტორის სინდრომი, ესე იგი Power Clancy და Susan იმესი პირველებმა აღწერეს ადამიანი ობიექტურად წარმატებულია, მაგრამ სუბიექტურად მიიჩნევს, რომ გატყუა ან მატყუა არა არის, შემთხვევით მიაღწია წარმატებას და მალე გამოაშკარავდება. ეს არის იმპოსტორის სინდრომი. ანუ კვლევებით 70% ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადა. კავშირი მოთხოვნილებებთან იმპოსტორის სინდრომი ხშირად სათავეს იღებს ბავშვობაში, სადაც შეკევა პირობითი იყო, კარგი ხარ თუ რაღაცა გააკეთე რაც სიამოვნაშობელს. მიღწევები უგულებელყოფილი იყო, შეცდომებში გადამეტებულა დაჟილი იყო. კომპლექსური სურათი, ყინულის მთა. ზედაპირზე ჩანს შპოთვა, წყლის ქვეშ იმალება. და გავაგრძელოთ ასე. კავშირის დეფიციტი, დეპრესია, უმწეობა მნიშვნელობის არარსებობა, მნიშვნელობის, აგრესია, უსაფრთხოების საფრთხე, პერფექციონიზმი, პირობითი სიყვარული, ჭარბიჭამა, ემოციური ტკივილი სიცარიელე, სოციალური გაყვანა, იზოლაცია, მიტოვების შიში, სამუშაო ადიქცია, კომპეტენტობის სიცარიელე. რეზილიენტობა, რატომ ყველა არ ტყდება? ბევრი ადამიანი განიცდის მძიმე პირობებს და მაინც ინარჩუნებს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, რატომ? რეზილიენტობას ფაქტობრივი კვლევებით მინიმუმ ერთი სანდო ურთიერთობა ემი ვერნევის კვლევა კაუსას კუნძულზე 40 წელი 700 ბავშვი მძიმე პირობებში გადამრჩენი ფაქტორი ნომერ 1 თუნდაც ერთი მზრუნველი რო იყოს სანდო ზრდასრული კონტროლი შეიძლება განცდა რომ ჩემი ქმედებები მნიშვნელობას ატარებს თუნდაც პატარა სფეროში აზრი და ნარატივი ვიქტორ ფრანკლი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ფსიქიატრი ადამიანს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ როგორს თუ აქვს რატომ თუ იცის ადამიანმა რატომ ზის აქ ანაკეთებს იმას და ამას ნებისმიერ რატომს შეუძლია გადალახოს და გაუძლოს აზრი მნიშვნელოვანია თვით რეგულაციის უნარი ემოციების ცნობა დასახელება და მართვა ეს ისწავლება სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძილი მოძრაობა კვება ეს არ არის ფუფუნება, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური რეზილიენტობის საფუძველი. რა მჭირდება ახლა? როდესაც ადამიანი ძნელად გრძნობს თავს, სასარგებლოა შემდეგი კითხვები. სხეული მეძინება, მჭამე, მოძრაობდი თუ არა ჯერ ეს. უსაფრთხოება, ახლა საფრთხეში ვარ, თუ კი გარემოშეცვლა პირველი. კავშირი, ვინმე მესაუბრა, ვინმე ახლო მყავს, თუ არა კავშირი მოვძებნ. ავტონომია, რაიმე ჩემი არჩევანია, ახლა თუ არა პატარა კონტროლი დავიბრუნო, კომპეტენტობა, რაღაც კარგად გამომდის, თუ არა პატარა მიღწევადი ამოცანა გავაკეთო, აზრი, რისთვის ვაკეთებ ამას, თუ გარკვეულია ღირებულებებთან კავშირი. შემაჯამებელი კითხვები მე-6 ნაწილის შემდეგ. რა განსხვავება არის ტ-ტრამვისა და ტ-ტრამვის, ანუ პატარა ტრამვის შორის და რატომ შეიძლება პატარა ტრამვა უფრო მამნე იყოს? გივიართ ვიცით. მიჯაჭვულობის რომელი სტილი ყველაზე მეტად ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას ჯანსაღი ურთიერთობის შესაქმნელად? იგიც გივიართ ვიცით. უსმენთ კარგად. ვიქტორ ფრანკლის იდეა რატომ ის შესახებ როგორ უკავშირდება ედიტის მოთხოვნილებებს? ჩვენ გადავდივართ მე-7 ნაწილზე პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რატომ არის პრაქტიკა მნიშვნელოვანი? თეორიული ცოდნა პასიურია, მაგრამ ფსიქოლოგიის რეალური ღირებულება ვლინდება მაშინ, როდესაც ცხოვრებაში გამოიყენება. ფსიქოლოგიური განათლება პასიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ცვლის იმას, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, სხვებს და სიტუაციებს, სამყაროს. ამ ნაწილში განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ მოთხოვნილებების ცოდნა 4 ძირითად სფეროში. საკუთარი თავის გაგება, ურთიერთობები, სამუშაო და სწავლა, მშობლები და განათლება. ემოციები როგორც მოთხოვნილებების სიგნალი. ემოციები არასწორი არ არსებობს და არ არის. ესენი არის ინფორმაცია. ყოველი ემოცია მიუთითებს რაღაც მოთხოვნილებაზე. ემოციების ლექსიკონი, მოთხოვნილებებთან კავშირი. ემოცია, მარტოობა, კავშირი, სიახლოვე. ემოცია, შფოთვა, უსაფრთხოება, კონტროლის სიცხადე, სიბრაზე, პატივისცემა, სამართლიანობა, საზღვრები. ეს სავარაუდო მოთხოვნილებას, ჯერ ვკითხულობ ემოციის, მერე სავარაუდო მოთხოვნილებას. სევდა, მიღება, გლოვა, სიყვარული, შური, აღიარება, თანასწორობა. სირცხვილი, მიკუთვნება, ღირებულება, მოწყენილობა, სტიმული, მნიშვნელობა, ზრდა, გადაღლა, დასვენება, ავტონომია, მნიშვნელობა. Halt.
hungry, angry, lonely, tired. შიმშილის სიბრაზე მარტოობა და გრძნობა. თუ რომელიმე დიახ ჯერ ეს მოთხოვნილება დააკმაყოფილეთ, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეთ. სანამ რეაგირებთ ნებისმიერ ძლიერ ემოციაზე. ემოციური თვით ცნობიერება ემოციების სახელდება ამცირებს ამიგდალის გააქტიურებას და აუმჯობესებს ემოციურ რეგულაციას. დღეში ერთხელ 5 წუთი 3 კითხვა. რას ვგრძნობ ახლა? ემოციის სახელი. რა მჭირდება ახლა? მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია. რა პატარა ნაბიჯი შემიძლია გავაკეთო? ურთიერთობები. კონფლიქტი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. ურთიერთობების უმეტესი კონფლიქტი ზედაპირულ სიტყვებზე ან საქციაზე არ არის. სიღრმეში არის დაუკმაყოფილებული მოთხოვნილება. დიახ. კლასიკური მაგალითი. წყვილი გამატობს ჭურჭლის გარეცხვაზე. შენ არასოდეს ეცხავ ჭურჭელს სიღრმე პირველისთვის არ ვგრძნობ რომ ჩვენი სახლი ჩვენი ორივე საქმეა. სამართლიანობა, თანასწორობა სიღრმე მეორისთვის. ვგრძნობ რომ ვიკრიტიკები მუდმივად. პატივისცემა მიღება. სხვადასხვა მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული და ხდება კონფლიქტი. ახლა აგენმა რომ იცოდენ ამ მოთხოვნილებებზე ხო შეიძლება არ მოხდებოდა კონფლიქტი, ორივეს მოთხოვნილება ლეგიტიმურია, კონფლიქტი კი ხდება იმიტომ რომ საუბრობ ზედაპირზე და ვერ ავსვით სიღრმეს. ამაზე დღეს დავამთავროთ.